წერტილი, წრფე და სიბრტყე. გეომეტრიის ძირითადი ცნებებია წერტილი, წრფე და სიბრტყე. წერტილს არ აქვს არც ზომა, არც სიგრძე, სიგანე ან სისქე. მას აქვს გარკვეული პოზიცია, მდებარეობა. როგორც სურათზეა ნაჩვენები, დიდი ლათინური ასოებით არის აღნიშნული წერტილები და შეიძლება ვთქვათ, რომ მოცემული გვაქვს A, B და C წერტილი. გეომეტრიაში ფიგურები შედგებიან წერტილთა ერთობლიობისგან და ბევრი ფიგურაც განიმარტება წერტილების გამოყენებით. ახლა გადავიდეთ გეომეტრიის მეორე საწყის ცნებაზე, ან წრფეზე. წრფე შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის სწორი ხაზი, წერტილების უსასრულო წყობა. წრფეს არ აქვს სისქე და იგი უსასრულოდ გრძელდება ორი მიმართულებით, მარჯვნივ და მარცხნივ. წრფეს ასახელებენ მისი ნებისმიერი ორი წერტილით, ვთქვათ, როგორც სურათზეა ნაჩვენები, მოცემულია ორი წერტილი A და B. ანუ იგულისხმება, რომ წრფეზე გვაქვს ჩვენ უსასრულოდ ბევრი წერტილთა წყობა, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან წრფეს. წრფე რომ დავასახელოთ, საკმარისია დავასახელოთ მისი ნებისმიერი ორი წერტილი და წრფე შეგვიძლია ჩავწეროთ ასეთნაირად. A, B წრფე. წრფეს ასევე ასახელებენ პატარა ლათინური ასოთიც. ვთქვათ, აღვნიშნოთ ის A პატარა ასოთი და შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ მოცემულია A წრფე. ყოველი წრფისთვის არსებობს ესეთი წერტილები, რომლებიც მდებარეობენ ამ წრფეზე და რა თქმა უნდა, ესეთი წერტილები, რომლებიც არ მდებარეობენ. მაგალითად, თუ ჩვენ წრფის ზემოთ ავიღებთ რაღაც წერტილს და აღვნიშნავთ მას C ლათინური ასოთი, თვალსაჩინოა, რომ რა თქმა უნდა, C წერტილი არ ეკუთვნის ამ AB წრფეს. მაგრამ თუ AB წრფეზე გვაქვს ჩვენ ისეთი წერტილი, მოდი აღვნიშნოთ ის D ასოთი, მაშინ ვეტყვით, რომ D წერტილი ეკუთვნის AB წრფეს და მას ჩავწერთ ასეთნაირად. D წერტილი ეკუთვნის, ეს არის მიკუთვნების სიმბოლო, AB წრფეს. ან ასეთნაირად D წერტილი ეკუთვნის A წრფეს. წრფესთან დაკავშირებით გეომეტრიაში არსებობს ასეთი თვისება, რომ ნებისმიერი ორი განსხვავებული წერტილი რომ ავიღოთ, A და B, ვთქვათ, არსებობს წრფე, თან ამასთან ერთადერთი, რომელიც გადის ამ წერტილებზე. ესე იგი, წრფე შეიცავს მინიმუმ ორ წერტილს და რა თქმა უნდა, მათი რაოდენობა, წრფეზე მდებარე წერტილების რაოდენობა არის უსასრულოდ ბევრი. ახლა გადავიდეთ გეომეტრიის კიდევ ერთ საწყის ცნებაზე, მესამე ცნებაზე, ანუ სიბრტყეზე. რა არის სიბრტყე? სიბრტყე ეს არის ბრტყელი ზედაპირი, რომელსაც აქვს სიგრძე და სიგანე, მაგრამ არ აქვს სისქე. სიგრძეც და სიგანეც გრძელდება უსასრულოდ. ვიზუალურად რო აღვიქვათ, წარმოვიდგინოთ, აი ასეთი უსასრულოდ დიდი ჭადრაკის დაფა, ეს არის ბრტყელი ზედაპირი. ასევე სიბრტყეში შეიძლება აღვიქვათ მაგიდის, კედლის, იატაკის, ტბის ზედაპირი, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი არიან სიბრტყის ნაწილები, რადგან სიბრტყე გრძელდება უსასრულოდ, როგორც ეს უკვე ვთქვი, სიგრძეშიც და სიგანეშიც. სიბრტყის აღნიშვნისთვის გამოვიყენებთ დიდ ლათინურ ასოებს. ერთ ასოს ვასახელებთ სიბრტყის დასახელების დროს A, B, C და ასე შემდეგ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ გეომეტრიის საწყის ცნებების შესახებ, ჩამოვაყალიბეთ ისინი ფორმალური განმარტების გარეშე და ამ ცნებებს ჩვენ გამოვიყენებთ ბევრი გეომეტრიული ფიგურისა თუ ცნების განმარტებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ცნებებია მონაკვეთი და სხივი. ვისაუბროთ ახლა მონაკვეთისა და სხივის შესახებ და დავიწყოთ მონაკვეთით. რა არის მონაკვეთი? მონაკვეთი არის წრფის ნაწილი,
რომელიც შეიცავს ამ წრფის ორ მოცემულ წერტილს და ამ წერტილს შორის მდებარე ყველა წერტილს. ვთქვათ, სურათზე გამოსახული წერტილებიდან A და B წერტილი არის წრფის მოცემული წერტილები და მათ შორის მდებარე ყველა წერტილი წერტილთა ერთობლივობა ქმნის მონაკვეთს. A და B მონაკვეთის ბოლოები ეწოდება და მონაკვეთს ასე ავნიშნავთ. A, B მონაკვეთი. ან მონაკვეთის ჩასაწერად ვასახელებთ მის ბოლოების აღნიშნულ ასოებს. ზოგ ლიტერატურაში შეიძლება შევხვდეს მონაკვეთის ასეთი აღნიშვნა A, B. ყოველ მონაკვეთს აქვს დადებითი სიგრძე. თუ C არის AB მონაკვეთის რაიმე წერტილი, ეს წერტილი მდებარეობს A და B წერტილებს შორის, მაშინ მონაკვეთის სიგრძე უდრის იმ მონაკვეთის სიგრძების ჯამს, რომლებადაც იგი იყოფა ამ წერტილით. მაგალითად, AB მონაკვეთის სიგრძე რომ დავთვალოთ, ამისთვის საკმარისია ვიპოვოთ AC მონაკვეთის სიგრძე, CB მონაკვეთის სიგრძე და შევკრიბოთ ისინი. AC-ს დავუმატოთ CB. აქედან შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ თუ სამი წერტილი მდებარეობს ერთ წრფეზე, როგორც ჩვენ შემთხვევაში AC-ც და B-ც ერთ წრფეზე მდებარეობს, მაშინ ამ სამიდან ერთი მდებარეობს დანარჩენ ორ წერტილს შორის. ახლა ვისაუბროთ სხივის შესახებ და ჩამოვაყალიბოთ მისი განმარტება. სხივი ეს არის წრფის ნაწილი, რომელიც შედგება ამ წრფის მოცემული წერტილისგან და მის ერთ მხარეს მდებარე ყველა წერტილისგან. ან მას აქვს ასეთი სახე. ის უსასრულოდ გრძელდება ამ წერტილის ერთ მხარეს. ამ წერტილს უწოდებენ, მოცემულ წერტილს უწოდებენ სხივის სათავეს. მოდი აღვნიშნოთ ის დიდი A ლათინური ასოთი. და სათავის მარჯვნივ დავასახალოთ ამ სხივის ერთ-ერთი წერტილი B წერტილი. ანუ სხივის ჩასაწერად უნდა გამოვიყენოთ სათავისა და ამ სხივის ერთ-ერთი წერტილის აღნიშნული ასოები. და დავწერთ, რომ მოცემულია AB სხივი, სადაც A არის ამ სხივის სათავე და B მასზე მდებარე ერთ-ერთი წერტილი. თუ ჩვენ A წერტილის მარცხნივ გავაგრძელებთ, ასეთნაირად, მივიღებთ საერთო სათავის მქონე ორ სხივს. A წერტილის მარცხნივ ავიღოთ ერთ-ერთი წერტილი, ვთქვათ C და ვიტყვით, რომ მოცემულია AC სხივი, სადაც A არის ამ სხივის სათავე, ხოლო C ამ სხივზე მდებარე ერთ-ერთი წერტილი. ანუ AB სხივს და AC სხივს უწოდებენ ერთმანეთის დამატებით სხივებს. სხივს მეორენაირად ასევე ნახევარ წრფესაც უწოდებენ.